კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პენტაგონში. ახალი საბრძოლო ორგანიზაცია საქართველოში, სადაც ერთ არენაზე იკრიბებიან როგორც ახალი თაობის მებრძოლები, ასევე ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეები, რათა დაამტკიცონ თუ ვინ არის საუკეთესო. დღეს ვიხილავთ 5 კუთხით საბრძოლო არენას, სადაც წესები შემდეგია: ბოქსი MMA-ის ხელთათმანებით და კიკბოქსინგი K1 წესებით. თქვენთან ერთად კომენტატორები ვიქნებით მე ნიკოლოზ ხოლბაია და ჯარჯი ნონაშვილი. საღამო მშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ დღევანდელ საღამოს. ეს არის ახალი ორგანიზაცია, ახალი ხედვა, აბსოლუტურად ახალი გარემო, 5 კუთხედი რინგი, MMA-ის ხელთათმანები და ძალიან პატარა სივრცე, სადაც შეხაობას ფიზიკურად ვერ გაექცევი და ეს არის დღევანდელი შოუ, სადაც ნახავთ როგორც ბოქსის, ასევე კიკბოქსინგის უსისხლიანეს დაპირისპირებას. Let's go! Let's fucking go! წვანე კუთხეში დღეს ყავს საბა ქერაშვილი, ხოლო შავ კუთხეში გიორგი ალფენიძე, მეგობრებო. ბიჭები ბოლომდე გატენილები არიან. ეხლა შავი კუთხე გიორგი ალფენიძე მიემართება პენტაგონში. არა ოქტაგონში, არამედ პენტაგონში, მეგობრებო. და სულ მალე გამოაცხადებენ მის მეტოქეს. ქერაშვილი საბა. ჯარჯი მინდა აღვნიშნო, რომ კარგ ფორმაში არიან ბიჭები. გამისი ოპონენტი წვანე კუთხეში. საბა ქერაშვილი. საბაც მოემართება 5 კუთხედისკენ. ორივე მებრძოლი არის სტრაიკერი, რაც უფლებას გვაძლევს, რომ ხმამაღლა ვთქვათ, რომ სისხლიანი ბრძოლა გველოდება K1-ის წესებით. ნიკა, ნამდვილად ჯარჯი. ბიჭები ახალი სახეები არიან და შეუძლიათ, რომ ისტორია დაწერონ დღეს პენტაგონში. ჩვენ ველოდებით ძალიან მაგარ გაცვლებს, ძალიან მაგარ კიკებს და ძალიან მაგარ სტრაიკინგს. ნახოთ, ყოველთვის ემოციურია ხოლმე პრელიმებში ბრძოლა, გახსნა მით უმეტეს და ნახოთ როგორ გაიხსნებიან მებრძოლები, როგორ წარმოაჩენენ თავის თავს და ძალიან მნიშვნელოვანია როგორი ენერგიით გახსნიან დღეს ბიჭები და კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი ორთაბრძოლა იქნება დღეს აი ეს პირველი პრელიმის ბრძოლა. ალფენიძე წარმოადგენს კიკბოქსინგს, შონიას კლუბს, ძალიან მაგარი კლუბია, ძალიან მაგარი სტრაიკერები. დეთანხმები. და ნახოთ რას დაუპირისპირებს ქერაშვილი. მოემართება ქერაშვილი. ძველ სკოლას, კიკბოქსინგის ძალიან გამოცდილ სკოლას. და შეაბიჯა უკვე საბამ პენტაგონში და გაიგო უკვე თუ რა პატარაა ჩვენი პენტაგონი. აქედან ვერსად ვერ გაიქცევიან ჯარჯი. აქედან ორი გზა უნდა გადმოახტია გამარჯვებული ხელაწეული გამოხვიდე ახირსეული მარცხით. სამი გამოგვივიდა არავიშავს. ან ყველაფერი, ან არაფერი. დღეს ბიჭები მაქსიმალურს ჩადებენ დარწმუნებულებას. მიიღეს ბიჭებმა რეფერი გივი იოსელიანისგან და ვიცითებები და პირველი რაუნდი სულ მალე ტრადიციულად რინგოგონები გახსნიან და გვაჩვენებენ თუ რომელი რაუნდია და ეს გახლავთ რაუნდ 1. First one. Let's go! პენტაგონში უნდა დაივიწყოთ კლასიკური კრივის დგომი და კლასიკური კიკბოქსინგის დგომი. აქ სულ სხვა სანახაობა. ასევე ფუტვორკი. Let's go! დაიწყო. კარგი დგომი აქვთ. პირველი ლეკიკის საბასგან. ორივე ცენტრი ძალიან კარგი. ძალიან კარგი, აქტიურია საბაც. გალკიკები ძალიან მაგრამ მუშაობს. ალფენიძე პირველ ნომრად აიხლა. კარგი გაცვლები. იდეალური ჰედკიკი. ხოჩა გიორგი ალფენიძეს მაგარ როგორ ჩეკპირდით ძალიან მაგალი სანახაობა, ძალიან მაღალი ტემპია აქ არ ხდება კლინჩი, დიდი ხანი გაჩერება. წესებსაც შეგახსენებთ, კლინჩი დაშვებულია, რა თქმა უნდა, მუხლები, რაც ერთიორად უფრო ეფექტურს ხდის ჩვენს ბრძოლას. კარგი დგომი აქვს ორივეს, საბა დისტანციას ზომავს. ძალიან კარგ განწყობაზეა, რაც ძალიან ენერგიულები არიან. აქ დამსწრე საზოგადოება, ყველა კმაყოფილი გავა. კარგი ფრონტ კიკი საბასგან. ეჭვი არ მეპარება. აი ხლა
თითქოს ტემპი დავარდა, თუმცა ზვერავენ იცი ჯარჯი ერთმანეთს პირველი რაუნდია და სწავლობენ ბიჭები ერთმანეთს შესანიშნავი შესრულება. და მუხლი თითქოს წელს ქვევით იყო, თუმცა აი ზუსტად მაგას ვამბობთ, ნახეთ რთულია კლინჩი განსაზღვრო. უკვე მუცელზე სიწითლე აქვს კერაშვილს. დაეტყო მუხლის ძალა. ალპენიძეს მე მგონია ეს პოკეტ ბოქსი უფრო ურჩევნია და კლინჩი უფრო ურჩევნია, იმიტომ რომ აქტიურად შედის. საბას რაც შეეხება უფრო დისტანციის მებრძოლია, ვნახოთ. არეულია აბსოლუტურად. ახლა ჰაიკიკებს ძალიან მაგრად იქნევს კერაშვილი და ერთი გაუტარა უკვე. კარგი მოარტყა პირველ წუთებზე. ახლა კარგი შესვლა იყო და კარგი გაცვლა ბიჭებისგან. კიდე ჰაიკიკი. ისე ბურღავს იმ წერტილს. რაღაცას ამზადებს, კარგი გაცვლები. კლინჩი. თითქოს ძალიან აქტიურად და სანახაობრივად დაიწყეს ბიჭებმა, ძალიან მომწონს ეს ორთაბრძოლა low-kick-ი, რომელიც არ გავიდა. პირველ რაუნდში ყველაფერი ვნახეთ. კი, კარგად შეისწავლეს ერთმანეთი და ვნახოთ მეორე რაუნდი როგორ. პირველ ნომრად დგას ცენტრი უჭირავს, თუმცა ძალიან კარგად მუშაობს. კერაშვილი მეორე ნომრად ეხა კარგი ორიანი და კარგი ჰედ-კიკი. ძალიან მაგრად იყენებს სპინინგ კიკი. ჩემი საყვარელი სპინინგ კიკი და თუმცა კარგად დაიცილა საბამ. კარგი შესვლა ისევ კლინჩი. ალპენიძეს უყვარს ეს პოკეტ ბოქსი უყვარს. და მე კლინჩს აბავს ძალიან კარგი ოვერი ჩაუსვა. ძალიან აქტიური პირველი რაუნდი. მანძილს ალპენიძე და ეხა ტეიქდაუნი პირველი. კი ბატონო. ფეხის დაჭერა და გამოსმა მეგობრებო შესაძლებელია კაერთის წესებით და ისევ აქტიურად შეებნენ ერთმანეთს. ჩვენთან ნებადართული ასევე სპინინგ როგორც სპინინგ კიკი ასევე სპინინგ ფისტის პანჩი და კი ბატონო იდეალური პირველი რაუნდი ჯარჯი ძალიან მიჭირს მე ამ პირველი რაუნდის შეფასებას და მაქსიმალურად ძალიან არ მინდა რომ საჯების ადგილზე ვიყო და ვითვლიდე ახლა ქულებს არ ვიცი ნამდვილად არ მინდა ალპენიძე მგონია სანახაობა შეფასებით გავაფუჭო ჩემი შეფასებით ნამდვილად ალპენიძე ისე აქტიური იყო ინიციატორი იყო ძალიან კარგად მუშაობდა პირველ რაუნდში ორივე მებრძოლი საშიში იყო მჭრელი იყო ყოველ წუთს და კარგად იყენებენ კლინჩს ორივეს ეთყობა ჯარჯი მუცელზე უკვე მუხლები ძალიან ბევრ ამას დავინახავთ რა თქმა უნდა რას შეცვლიან მითითებებში სეკუნდანტები არ ნახობენ გეიმპლანი რა იქნება მეორე რაუნდის მაგას სულ მალე გაიგებთ აუღნიშნოთ რომ იდეალური პირველი რაუნდი იყო პრელიმების იდეალური იყო პირველი შოუსთვის ესეთი გახსნა ძალიან მაგარია შეშურდებოდა ძალიან ბევრი ორგანიზაციას ბიჭებმა გვაჩვენეს უკვე მებრძოლის სული ჯარჯი და მეორე რაუნდი დაიწყო ქერაშვილი ისევე დისტანციაზე რჩება კარგი შესვლა იყო და დაუბრუნა მოარტყა ისევ ალფენიძე ახლა ფონტი ნახოთ როგორ განვითარდება მეორე რაუნდი ისევ აქტიურად დაიწყეს ბიჭებმა და დაღლა მინდა გითხრათ რომ საერთოდ არ ეთქობა დავარდა პირველ წუთებში ახლა შეიძლებოდა კიდე უნდა დაამოკლოს ალპენიძე მანძილი რომ კარგი ფეთქებადი ძალა აქვს ალპენიძეს წრომი მეტი აქვს და კარგი ფეთქებადი ძალა აქვს ალპენიძეს ნახოთ ახლა ცენტრს ვერ დავიდა კი ბატონო ცენტრში გადავიდა ბრძოლა ისე მარჯვენა ჰაიკიკს დრილავს ესე რო ვთქვათ ქერაშვილი რაღაცას ამზადებს იცი რაღაცას მოარტყა კი პირველი ჰაიკიკი მოარტყა იდეალურად აი ხლა გაცვლილი ისევე ქერაშვილი ალფენიძე შევიდა კლინჩი კარგად მუშაობენ კლინჩი მაგრამ მორჩა ბრეიკ ძალიან მაგარია ძალიან სანახაობრივი ძალიან მაგარი სტრაფი გამიჯნა მებრძოლების მითითებები მიიღეს ძალიან აისახება კარდიოზე ხლა წელსქვევით დარტყმას თუ არ ვწდები ქონდა ადგილი და რეფერი უხსნიდა ძალიან კარგი მუხლი იყო ქერაშვილისგან ისევე იდეალური შესვლა რა კარგი მარცხენა ჰუკი გავიდა იდეალური აი ამას ვამბობ ჯარჯი რომ ძალიან ფეთქებადი ძალა აქვს ალფენიძეს ძალიან ფეთქება
ალპენიძე ცდილობს რომ მიუახლოვდეს შეჭამოს დისტანცია და უკები დააზიანოს თავისი მეტოქე. მინდა გითხრა რომ წარმატებით აკეთებს ამ ყველაფერს. წარმატებით აკეთებს. აშკარად იგრძნობა ეს წნეხი და კლინჩის ინიციატორიც და მუხლების ინიციატორიც ალფენიძეა. ქერაშვილი ვნახოთ ეხლა რა შესთავაზებს. უპირატესობა ალპენიძეს მხარეს გადავიდა. კი ბატონო, ისევ კარგი, ძალიან კარგი შესვლა, ძალიან კარგი შესვლა. ძალიან ინტენსიური ტემპი გვაქვს ჯარჯი რაც ძალიან მომწონს. აი მაგიტომ არის K1 და ჩვენი პენტაგონი იდეალური ამ ყველაფრისთვის. ისევ ინიციატივა გამოიჩინა ალფენიძემ ქერაშვილიც. მინდა გითხრათ კარგად დგას ქერაშვილი, მაგრამ ვფიქრობ რომ დისტანციიდან უნდა იყოს. თითქოს ქერაშვილს უფრო დაეთხო დაღლილობა. ტემპერატურაც თქვა დაიწყო, მაგრამ შვენიერი საშიშია ეს ბიჭი. დაღლილობის მიუხედავად ძალიან საშიშად რჩება რაც კარგი ჰაიკიკი გაწელა ჰაიკიკი ქერაშვილმა. მაგრად იქნოს შარჯი, მაგრამ იქნოს ჰაიკიკიც. body head კლინჩის დროა. კომბინაცია იყო შესანიშნავი, ულამაზესი კომბინაცია. შვენიერი გაცვლები ისევ. გიორგი ალფენიძემ მადლობა ბიჭებს ამ ძალიან კარგი სანახაობისთვის. ეს რა ხდება? ძალიან მაგარი სანახაობა. ქერაშვილს დაღლა შეეთხო, მაგრამ მაინც ბოლომდე დგას. აწამიანი არა. მეორე რაუნდში ჯარჯი ახლა როგორ შეაფასებ ნიკოლოზ რა სიტყვი ამ რაუნდზე? გიორგი ალფენიძეს ჰქონდა ინიციატივა, ძალიან ისეთი ექსპლოსივ დარტყმები ჰქონდა ჯარჯი და მე მივცემდი 10-9-ს მეორე რაუნდს ალფენიძეს. ამ რაუნდს ყავს. კი, ყავს გამარჯვებული პირველი რაუნდი. ძალიან ახლოს იყო, მაგრამ რაც ქერაშვილმა დაიწყო პირით სუნთქვა, შემდგომ უკვე ალფენიძემ მოიპოვა უკვე უპირატესობა, მაგრამ სერიები ეს წნეხი ძალიან ცუდი და მძიმე სერიები შესთავაზა. ქერაშვილი არის Steel Riders MMA კლუბის წარმომადგენელი, რატი არის მის კუთხეში, რატი ძალიან გამოცდილია, მან ოქტაგონ MMA-ის ჩემპიონები გაზარდა, ასე შეგვიძლია ვთქვათ და ვნახოთ კარგ მითითებებს მისცემს ახლა და იდეალურ რეკომენდაციებს რატი ჭირდება საბრძოლო გეგმის შეცვლა, მცირე კორექციებია შესატანილი საბრძოლო გეგმაში, რადგან ეს დაღლა უნდა გადაიტანოს ფუტკრის ეფექტში. კი. One sharp punch. ჰაიკიკი. ნახოთ გააგრძელებს თუ არა. არ უთხრენ არა ისე. და განახლდა ბრძოლა. ქერაშვილმა მოიკრიბა ძალები, გადავიდა შეტევაზე. ნახოთ რა შესთავაზებს. მუშაობს ახლა. ისევ შეიკრა. გიორგი ალფენიძე ძალიან კარგი სტრატეგია აქვს. შვენიერი ბოდიკიკი იყო, თუმცა შვენიერი ბოდიკიკი, მაგრამ გაწურა. ჩახურა ალფენიძე მაშინ დისტანცია. ფრონტი ძალიან მაგარი ფრონტი შესთავაზა. აი ეს კიკების უპირატესობა თავიდან უნდა გამოიყენებინა უფრო აქტიურად.
მარტო ბურღავდა ჰაიკიქს რაც იყო ჩემი აზრით. დისტანცია უნდა დაეჭირა. დისტანცია ძალიან მაგარი მუხლი იყო ალფენიძესგან. ძალიან მაგარი მუხლი იყო. უთulis ნოკდაუნში ჩაუთვალა რეფერიმ. ნახოთ გააგზელებს აუცილებლად დარწმუნებული ვარ ქერაშვილი განახტა მეკობრება ბრძოლა. იდეალური შესვლა. მარცხენა ხელი. ბრავო ბიჭებს, ბრავო არაფერს არ თავს. შეიძლება ეხლა არაფერს არ თავს ალფენიძე. ნოკაუტში გაგზავნოს ალფენიძემ. ცოტა დააკლდა ეხლა კარგი გაუტარა სხვათა შორის. ქერაშვილმა ალფენიძე იდეალურად ხურავს დისტანციას მეგობრებო. დიდებული ბოქსი აქვს ალფენიძეს. კარგად იყენებს თავის პარამეტრებს. იდეალურად. მაგრამ მაინც კარგი ჯები მოხდა. კარგად გას მაინც ქერაშვილი მიუხედავად იმისა ჯარჯი რომ სულ რაღაც 10 წამი დაღლილია. მუხლი კარგი კლინჩი კარგად გაუხურა მარცხენა უკი. კარგი იყო ალფენიძე. ახალ დაღლა ძალიან შეეთხო და კარგად შეეთხო მომზადება ალფენიძეს. გაძრა იკა თუ დააკვირდები რა კარგად ურტყავს ღვიძლში რო საუბრიოს ძალიან კარგად ურტყავს და მათ შორის კარგი დაახვეთ რა ქერაშვილმა და ძალიან მაგრად ასრულდა ეს ჩვენი მესამე რაუნდი. ბრავო ბიჭებს ნამდვილად და ჯარჯი მინდა გითხრა რომ აი ამ მუხლებმა თავისი დივიდენდი გამოიღო და დაიღალა ქერაშვილი რა ძალიან კარგად ხმარობდა ალფენიძე კლინჩს. ტანში მუშაობამ ჩემი აზრით ნამდვილად სულ თქვა აურია პირველი რაუნდის მერე და ჩვენი მაყურებლებიც მე მგონი მიხვდნენ. მე მგონი ყველა კმაყოფილია ამ ბრძოლით, არ ვიცი. სასწაული ბრძოლა გვაჩვენეს. ძალიან კარგი გაცნობა. ხაობრივი ტემპი. და ჩვენი მაყურებელი ჯარჯი წეღანო ამბობდი რომ მიხვდა რომ პენტაგონიდან ვერსად ვერ გაიქცევი. აქ შენი ფუტვორკი ბევრს აღარაფერს აღარდიშ. პენტაგონში ჰონორარი მარტო გამარჯვებულს აქვს. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი გათვლა. ნამდვილად. მოდი და იომე ბოლომდე თუ გინდა რომ ჯიბეში კეში მოგხდეს და ოდნავ უფრო სკელი კონდეს. If you want money, easy money, let's trade. We don't have easy money here, brother. Yes. იოლი ფული არ არის. იცი რა არის მე მგონია რომ მომზადება არის. ხა decisions გამოაცხადებენ და გავიგებთ გამარჯვებულს. და ბრძოლაში გაიმარჯვა გიორგი ალფენიძე. მიულოცოთ გიორგი ალფენიძეს ძალიან კარგად იყო მომზადებული. პერფორმანსი ძალიან კარგად იყო მომზადებული. ორივე მებრძოლს რესპექტი, პატივისცემა, თუმცა ალფენიძე მაჯობა.